უბრალოდ მე თუ მაქვს რაღაც თამაშის წესები შენ პლატფორმაზე და შენი პლატფორმა თუ თავსდებს იმაზე, რომ სუფთა ინფორმაციას მაწვდის, ამის მიხედვით მე ვიღებ ვაჭრობის გადაწყვეტილებებს, ესე არ არის, ასევე ეს აზრი საერთოდ ჩემთვის გაუგებარია, აი leverage trading-ი რო არ იყოს, კარგი იქნება, არა. leverage trading-ი და მსგავსი სისტემები რომ არ არსებობდეს, მსგავს ლიკვიდურობას და ვოლატილურობას ვერ მიიღებთ ბაზარზე და შესაბამისად ეს ბაზარი ბევრისთვის არ იქნება. აქ სხვა რაღაცაში არის პრობლემა. Binance მსგავსი პრობლემა 2021 წლის ზაფხულში ჰქონდა, როდესაც futures-ის კონტრაქტებზე Bitcoin-ის ფასი უფრო დაბლა დაფიქსირდა, ვიდრე იყო spot-ზე. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა leverage trading-ით უნდა იყოს დაკავებული, უბრალოდ ეს რომ არ არსებობდეს, ბაზარი უფრო სხვანაირი იქნება, კარგი იქნება თუ ცუდია, ამის განხილვა თქვენთვის მომინდვია. მე საერთოდ ესე რომ რაღაცა პროდუქტი აზიანებს ბაზარს, მე ესე არ ვუყურებ, უბრალოდ ბაზარს აზიანებს კიდევ ერთხელ ვიღაცის შეცდომა. ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქოთ. პროდუქტი შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ამ პროდუქტის მომწოდებელი შეიძლება იყოს პრობლემური და ამ პროდუქტის მომწოდებელი თუ უშვებს შეცდომას, მან ამ შეცდომაზე უნდა აყოს პასუხი და არა ჩვენ მომხმარებლებმა.